მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, დღევანდელ ვიდეოში მოდით ვნახოთ რა გეუბნებათ წინ კონკრეტულ ადამიანთან ჩაიფიქრეთ თქვენთვის სასურველი პიროვნება, კონკრეტული ადამიანი, ვისაც ახლა გეფიქრებათ, ვისთან ურთიერთობა თქვენთვის ახლა აქტუალური არის და ვნახოთ რა გეუბნებათ ამ ურთიერთობაში. გვექნება ორი ვარიანტი. პირველი იქნება სიგნიფიკატორი, ანუ ახლა რა ენერგიებში ხართ, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. დავუმატოთ ნატურალური ქვევით, რომ უფრო ზუსტად გითხრათ პასუხი. პირად კონსულტაციებზე ეს დღეები ცოტა დამაგვიანდა პასუხი, ვით წერდით. თუმცა განახლდა კონსულტაცია და შეგიძლიათ ჩაეწეროთ სურვილი გაქვთ, რომ დეტალურად თქვენი სიტუაცია განვიხილოთ. ხო, მინდა ასევე პატარა ფასტაკლების გაკეთებაც ან აქციის პირად კონსულტაციებზე, რასაც თორზე დავაანონსებ და შეგიძლიათ ნახოთ. მოკლედ ორი ვარიანტი გვაქვს, პირველი, მეორე. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც უფრო მეტად მიგიზიდავთ და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. რა ხდება ახლა თქვენ შორის? რა ხდება ახლა თქვენს შორის და რა გეუბნებათ შემდეგ? წინ რა გეუბნებათ? რა ხდება ახლა თქვენს შორის? ნახეთ როგორი ენერგიებია, რა ხდება ახლა თქვენს შორის. ეს იქნება ერთ წამით მაინც მინდა რომ უფრო დავაზუსტო, ახლა რასთან დაკავშირებით არის, ხო, ეს თქვენ რაღაც ცოტა განცდებში ხართ. აქ შეიძლება იყოს ან სამკუთხედი ზოგიერთების შემთხვევაში. მოკლედ რაღაც სიტუაცია შეიძლება გქონდეთ ამ ადამიანთან, რაც შეიძლება ქმნიდეს გარკვეულ სირთულეს, ბარიერს თქვენს ურთიერთობაში. სხვათა შორის ერთ ენერგიებში ამოდიხართ, ემოციურად ძალიან ახლოს ხართ ერთმანეთთან, მაგრამ მგონია, რომ აქ არის რაღაც მესამე ფაქტორი, რაც თქვენს ურთიერთობას უშლის ხელს. აი ესეთი ვარიანტი იქნება პირველი, ვინც აირჩია პირველი ვარიანტი, ესეთი სიტუაცია შეიძლება გქონდეთ და აი ესეთ ადამიანებზე რეზონირდეს. აქ შეიძლება მამაკაცი ჯიუტობს, რაღაც თავისი პრინციპები აქვს, შეიძლება მანძილიც იყოს თქვენ შორის და რაღაცაით თითქოს ყველაფერი გაჩერებულია რა ახლა. თქვენ რაღაცნაირად ძალიან უიმედოდ შეიძლება იყოთ, განიცდიდეთ რაღაც სიტუაციას და არ იცოდეთ რა და როგორ შეიძლება განვითარდეს და წავიდეს თქვენ შორის. მოდით აბა ვნახოთ. რა გეუბნებათ? ზოგიერთების შემთხვევაში ეს არის თქვენი მეუღლე, უკვე ვისაც გაინტერესებთ, ვისაც რაღაც პრობლემები შეიძლება გქონდეთ. ან ნახეთ, საჯარო გაშლა არის ბევრი ენერგიები ირევა. შეიძლება ერთი ვარიანტი ის არის, რომ თქვენი მეუღლეა, ცოტა რაოდენობისთვის იქნება ეს და რაღაც სირთულეები გაქვთ ურთიერთობაში, ან არის ადამიანი, რომელსაც რაღაც მესამე ფაქტორი ან რაღაცა გარკვეული თემები აქვს ცხოვრებისეული, რაც მაინც ამეც ახლა მესამე პირის არსებობა საჭირო, თუმცა ისიც შეიძლება იყოს, რაც ახლა გქნით დაბრკოლებას და ცოტა ესეთი რთული სიტუაცია გაქვთ. აბა რა გელოდებათ წინ ნახოთ ამ შემთხვევაში? რა გელოდებათ წინ ამ ურთიერთობაში? რა გელოდებათ? ძალიან დიდი გაცნობიერება პირველ რიგში თქვენთვის, აქ რაღაც ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს. ეს ადამიანი თუ არ მოქმედებდა რაღაც მოულნელ ქმედებასაც აჩვენებს, სხვათა შორის აქ კარგ ენერგიებში გადადიხართ. იმიტომ რომ ფიქრობ, აქ ორივე მუშაობთ ამ ურთიერთობაზე და ნახეთ, დასტის სათავეში რა გვაქვს, ტუზი არის მონეტების, ხო? და აქ აჩვენებს იმას, რომ ნახეთ, ზოგიერთებისთვის ეს იქნება რაღაც რთული მტკივნეული მომენტიდან გამოსვლა, რაც შეიძლება დიდი ხანია უკვე გინდათ, მაგრამ ვერ ახერხებდით გარკვეული მიზეზების გამო. ზოგიერთების შემთხვევაში კი აქ იქნება სრულად ახალი ეტაპი, ახალი ენერგიების შემოსვლა. ყოველ შემთხვევაში რაღაც რომ უნდა განახლდეს აქ და ახალ ენერგიებში გადახვიდეთ, ეს არის ცხადზე ცხადი. აქ თქვენი ეს გაურკვევლობა მიდის, თქვენი რაღაც ეს გაურებული მდგომარეობა და ძალიან დიდი გულის ტკივილი. აქ ზუსტად ამას აჩვენებს, რომ ადამიანი ძალიან განიცდიდა რაღაცას, ძალიან ნერვიულობდა რაღაც საკითხზე, რაც თქვენს ურთიერთობაში მოხდა. არა მარტო თქვენ, არამედ თქვენი პარტნიორიც ასე ვიტყოდი და აქ ადამიანის შემოჭრა ჩანს ძალიან მოულოდნელად. რაც
აი რაღაც ძალიან გაგახარებთ რა ურთიერთობების კუთხით, აბა ნახოთ კიდევ. ხო, რაღაცას ელოდებით, ახლა თქვენ მოლოდინი გაქვთ რაღაცის, ესე ვიტყოდი. და სამყაროც არ დააყოვნებს, აი, ამას მიჩვენებს. მაგრამ ძალიან რთული ემოციური ფონია, რაღაც ფიქრები თითქოს აი გადატვირთული ხართ, რაღაც აი შინაგანი კონფლიქტი თქვენი პარტნიორის ენერგიით შეიძლება იყოს, აი ძალიან დიდი რაღაც კონფლიქტი არის თავის თავში, ემოციური რაღაცა სირთულე, მენტალური რაღაც ესეთი ცოტა რთული მდგომარეობა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად არის ესეთი მომენტი, რომ აი რაღაც დაიძრება რა სიტუაცია, რაც აქამდე ესე იყო. მოკლედ არ ვითარდებოდა რაღაც სიტუაციის დაძრას აჩვენებს. ეს არის პირველი ვარიანტისთვის. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, იმპერატრიცას ენერგია გვაქვს, რა ხდება ახლა? თქვენ ხართ ძალიან კარგად პირველ რიგში ამას ვიტყოდი, ვინც არჩია მეორე ვარიანტი. თქვენ ხართ თქვენს ქალურ ენერგიებში მაქსიმალურად. რა ხდება ახლა? მაგრამ პარტნიორი შეიძლება იყოს არასტაბილური და უჭირდეს სტაბილური რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. თქვენ ელოდებით ამ ადამიანისგან რაღაც ნაბიჯს, იმას რომ თქვა სიტუაცია თქვენ შორის დასტაბილურდეს. ეს ადამიანი შეიძლება ესეთი ტიპაჟი იყოს, რომელიც ქრება, ჩნდება, უცბად მოვა, უცბად წავა. რაღაც აი არასტაბილური ენერგიები მოდის, მაგრამ თქვენ აქ თითქოს ეს ენერგიებში შედიხართ ახლა, რომ აი თითქოს რაღაც ცოტა პრინციპულად შეიძლება დედექით და თვლით, რომ ესეთი რაღაცა არ გინდათ, ან არ იმსახურებთ, ხო? იმპერატრიცა ესეთი ხალი არის, რომ მასთან ცოტა რთულია თამაში. ელოდებით თითქოს რაღაცას, აკვირდებით სიტუაციას. თვითონ ეს ადამიანი ძალიან ნელა იღებს გადაწყვეტილებებს, ძალიან ნელი ტიპაჟი ჩანს. ხო, აქ გინდათ, რომ რაღაც სიტუაცია აი გადაიჭრას საბოლოოდ და მოგვარდეს. სხვათა შორის ამ ადამიანს ძალიან ძლიერი ემოციები აქვს თქვენს მიმართ, თუმცა არ გამორიცხავ, რომ ამ პერიოდში შეიძლება სხვა ადამიანებიც აქტიურობენ თქვენს გარშემო. ნახეთ როგორი თემა არის, თუ აქ ეხა კონკრეტულ პარტნიორზე ვამბობთ, რა თქმა უნდა, ხო, ეს ადამიანი შეიძლება ჩაიკეტოს თავის თავში, ან რაღაც ისეთი მომენტები ქონდეს იქედან გამომდინარე, რომ თუ არის ეს ადამიანი დაფიქრდეს რაღაც მომენტებზე, რომ აი სულ პაჟის ენერგიები ამომდის და რა ის, ხო? ანუ ესეთი მომენტი არის, ხო, მეფე არ გვყავს აქ. ისეთი თემა არის, რომ აი ადამიანი რაღაცა ძალიან ბავშვურად, ძალიან ზედაპირულად შეიძლება უდგება რაღაც საკითხებს და უარო თითქოს რაღაცებზე დაფიქრდეს აქ ურთიერთობაში. მოდით აბა ვნახოთ რა გელოდებათ. დაფიქრდება ეს ადამიანი ამ ყველაფერზე. ძალიან განცდებშია დიდი ალბათობით და კომფორტის ზონაშიც უჭერს კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ნახეთ თქვენი ენერგია. ძალიან პრინციპულად კი ხართ თქვენ აქ შმაკის არკანი. აი ნახეთ როგორი აქვს შეიძლება ზოგიერთ სამკუთხედიც ქონდეს და ვიღაც ქალი იდგას თქვენ შორის. აი ნახეთ როგორი თემა არის. მეორე ვარიანტის შემთხვევაში გეტყვით, რომ რაღაც ტოქსიკური თემებია. შანსი გეძლევათ, ამას ვიტყოდი, კარმული თემა გაქვთ სერიოზული აქ ურთიერთობაში და ძალიან მნიშვნელოვან გაკვეთილებს გადიხართ დიდი ალბათობით. აქ ფრთხილად იყავით, ვინმე მესამე არ იყოს, ვინც თქვენს ურთიერთობას რეალურად ხელს უშლის. აი ესეც გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ აშკარად რაღაც ტოქსიკური თემა არის თქვენს გარშემო, რასაც დამუშავება სჭირდება, მაგრამ შეიძლება ადვილი არ იყოს არც ერთისთვის. ეს გაითვალისწინეთ, ისე ურთიერთობაში ხარ, ცოტა წრეზე შეიძლება იაროთ და ცოტა დრო შეიძლება დაგჭირდეთ, რომ რაღაცა აქ დასტაბილურდეს და ყველაზე მთავარი იქნება, რომ აი ამ ადამიანმა საკუთარ თავში რაღაც ძალა იპოვოს და შეძლოს, რომ რაღაც უფრო დაასტაბილუროს სიტუაცია, მაგრამ რაღაც ბევრი ტოქსიკური მომენტები აქვს რა. ცოტა რთულია მისთვის ეს ყველაფერი. რაღაც სიტუაცია უნდა დატოვოს. დატოვებს. ნუ მომავალი გიჩანთ. ესე ვიტყოდი. ხვლების მეფე. ნუ რაღაც გადაწყვეტილებას წესით მიიღებს ეს ადამიანი რა, მაგრამ ცოტა დროც შეიძლება სჭირდებოდეს. ნუ ხო, ცოტა ისეთი სიტუაცია არის შემოკარგება. თუმცა თქვენ ძალიან კარგ ენერგიებში ხართ და ასე გააგრძელეთ თქვენს თავზე კონცენტრაცია მაქსიმალურად და თქვენს პირად ბედნიერებაზე. მოკლედ ეს არის წარმატებებს გისურვებთ ყველას და დროებით გემშვიდობებით.